Toplida davata ჩვენს რისხმას ვერავინ გადაჭა გამარჯობათ მეგობრებო არხის გამწერბო კარგო ხალხნო და წვრილი კალიბრის მოყვარულო ადამიანებო საქართველოს ბენჩის ფედერაცია ატარებს ჩემპიონატს ვართ ქართლში ომის მის მიმდებარედ აი ესეთ ადგილზე ცოტა წვიმს წვიმს როგორ ჟინჟღლავს რა მაგრამ ეს ბენჩის ფედერაცია არსებობს შეგიძლიათ მოძებნოთ ინტერნეტში ჩაეწეროთ ფედერაციის წევრები გახდეთ, თოფი იყიდოთ მერე და რაღაცა იუვარჯიშოთ, ისწავლოთ აქ რაღაც პრიზები იქნება, მაგასაც გაჩვენენ თვითონ როგორ მიდის. ეხლა მესოვრები დაკავებულებიან იქ სამიზნების დასაყენებლად. აი მოდი ამ ფონზე დავდგეთ 30 ლულა დავთვალე ჯერ, ანუ კორკოსატი ვინც მონაწილეობას იღებს 100 მეტრზე ისვრიან. თვითონ პირობებს მერე თვითონ მესოვრები რო გამოჩნდებიან იმას ვიზავ რა ქვია დაგალაპარაკებ. აი ესეთი რაღაცა ხალხი არ ეყუება სიცივეს რაღაცა შარშან ჩატარდა წელიწადში ერთხელ ტარდებოდა არის შუალედური ჩემპიონი ისინი კიდე შეჯიბრებები ანუ 100 მეტრზე ისვრიან სხვა მაღაზიები მოდი აბა ვნახოთ კიდე სპონსორები თუ არიან ტაქტიკალ ჯი არის და სნაიპერს ჯი ამეთი კიდე იქიდან ვნახოთ კროსმანის რეკლამა ჩამოკიდებული. ეგ არ ვიცი ახლა ეს კროსმანი აქ რატოა ჩამოკიდებული, მაგრამ იდეაში მაღაზიები უნდა იღებდნენ ამაში მონაწილეობას, მე როგორც მგონია, იმიტომ ახლა რაღაცა პრიზი რო წელიწადში ერთხელ ვიღაცამ დააწესოს, მგონი არც მაგათ არ გააღარიბეთ, მარტო ის ხო რომ ფული შოვნა და რაღაც. ხელი ხო უნდა შეუწყო საქართველოში ესეთი რაღაცები განვითარდეს, ხო? საპრიზო ფონდი უნდა იყოს ცოტა სოლიდური, ალბათ. არ ვიცი ხო შეიძლება ოქროზოდებიცა თამაშდება, ჯერ არ მოსულის ხალხი, მაგრამ იდეაში ნორმალურ ქვეყნებში და საზოგადოებებში, სადაც მარტო მომხოჭელობა არ არის, რა ვიცი რა, თოფიც არ არის, მაინცა და მაინც ძვირო, თოფიც გაათამაშო. აი ახლა მოვლენ ისინი დაველაპარაკებით რა პრიზებია დანარჩენი, აი ესენი არის მონაწილეები და იმაშვრებიან აქვია ემზადებიან იქ უყურებიან იარაღი ჯერ დატენილი არ არის ხო და კალიბრი 22 საქართველოში უფრო დიდი მსხვილკალიბრიანი ის სტარტება ვაზნებით ჩემპიონატები სხვა რაღაცა არის ეს არის აი შეხედეთ კიდევ ერთხელ საქართველოს ბენჩრესის ფედერაცია აი ესე გამოიყურება ხო და მე მედლებს გადაცემე რაღაცას და ვნახოთ ვინ გაიმარჯვა. შეჯიბრი იწყება ზედმელა ქუცება შუბლის ნაფრალზე ხოფი მზადა გიცეთ მიჯირავს თითები ჯათვი თვალი სამიზნეზე ქვები ხრებია როიტიმება ნელსად სუნთქვას ვიკავებ შემში კარების გარის ხალი აჩუმად ხვია გაბრინდა სამიზნისაკენ გაერი ხრება ზუსტი ხაზით მოხვედილიდან შავი ხვრელები
ზუსტისაკენ გაერიხრება ზუსტი ხაზით მოხვედილიდან შავი ხვრელები მიღიმია მითხრა შენ უკვე გადავდე შიში მე გავიმარჯვე მოგებით წვევე მოგები მარჯვე მოფლე გვიან არის დიდების ოგანცისთვის უკიდესებს გავარეს კიდე გახდა ჩემი ადგილი მარად ხუჩა მოვალდები ზუსტად აქვე ამოვგები ისევ ავდგები სრუათელი გავგასული შიში ფელს სამიზნებზე ჩამოვჭა სადღაც გზაზე მოკლედ მეგობრებო, აი ახლა ორ წუთიანის გამოცხადდა მზადება პოზიციები დაიჭირეს უკვე, დაიკავეს სროლელებმა, ხო და ზოგი დამწყებია, ბევრი ახლები არიან, ახალი სახეები, ზოგი ვეტერანია, ინსტრუქცია ჩაუტარდათ, როგორ უნდა მოიქცნენ თვითონ სროლის დროს, სროლას მომორჩებით, როგორ დაიწყოს, ეს რა ქვია, დადო იარაღი განმუხტა და ასე შემდეგ, რო აქ უსაფრთხოების ზომებია დაცული. ოპერატორი და ახლა მე დაგვიშვეს, იმიტომ რომ ახლოდან გადავიღოთ, მინდა რომ გაჩვენო და მინდა იცოდეთ, რომ საქართველოს ეს რამები ტარდება. ხო და აი ესე არიან განლაგებულები, ქვემოთ უკვე დაწვნენ. არ ეპოვებიან არანაირ წვიმას, წვიმა როგორ ესე ჟინჟღლავს, წუნდი ამინდია. ხო და ახლა ემზადებიან, მოძებნია ყველა თავის სამიზნეს, აგერ სამიზნია იქით 100 მეტრში. ხო და 7 რგოლია, როგორც ახლა მე აქედან ავხედავ იქით. ხო და ბატონოვანო აი ესე გაყევი, სულ ყველა მინდა რომ გადაიღო. მე გამოყვები. აი ესეთ ამბებია, მინდა რომ ნახოთ სულ ყველა. სხვადასხვანაირი იარაღი, ერთადერთი მოთხოვნაა რომ უნდა კონდეს კალიბრი 5.6, ანუ 22 LR. იარაღი იყოს ნებისმიერი, არა აქვს მნიშვნელობა, ზოგს საბჭოთა ტოლზი აქვს, ზოგს სტენდზე სასოლი, ზოგს ჩეზე, ანუ სულ სხვადასხვანაირი იარაღებია. 1-3 ვნახე ერთნაირი თუ 4 და დანარჩენი არის რომ თვითონ პლატფორმები არის ისა რა ქვია მიყენებული სხვადასხვა პლატფორმები. ხო და ხევანო მანუ ჩვენს ხელითო შენ გამოჩდიო, ჩემი ხმა ისმოდეს. სხვადასხვა პლატფორმები აქვს დაყენებული, ვის როგორ აქვს მორგებული. და ერთ რამეს გეტყვით, ეს არ არის ადვილი სროლა, იმიტომ რომ დროზე არის, რაღაც დროის განმავლობაში ეს რაღაც ვაზნა და იქ უნდა ზუსტად აი ახლა დაიწყო უკვე. აი ახლა გამოაცხადებენ, დროს ჩართავენ. ხო და უკვე საკეტების ხმა ისმის, ანუ გადატენეს, დაიწყეს სროლა. ახლა მე სროლა დაიწყეს. ნახოთ აბა როგორ ისმიან. ანუ ვისაც გული გერჩით თითი და იარაღის მოყვარულები ხართ, მოძებნეთ ინტერნეტში, დაუკავშირდით, ფედერაციის წევრი გახდით, სიმბოლური გადასახადია ბევრი არა და ის იქნება, რა ქვია, მონაწილეობა მიიღეთ. მოკლედ მეგობრებო, ბატონი არ იყო? ყობა. ბატონი ყობა და ბატონო ყობა. ფედერაციის წარმომადგენელი ხართ, თავმჯდომარე ხართ თუ როგორ თქვენ წარუდიქით? ნუ პრეზიდენტი არის ალიკო ძაძამია. ჩვენ მე და ვიცე-პრეზიდენტები უკვე, ანუ გამგეობის წევრები. თქვენ დაარსეთ. კი, იგი ჩვენ დაარსებულია. შაშან წელიწადი სრულდება უკვე ოფიციალური სტატუსი მოგვენიჭა. საერთაშორისო რეგისტრაციაც გავიარეთ უკვე, საერთაშორისო წევრები გვაქვს ფედერაციის. უნდა ვატარებთ ხოლმე ძირითადი მიმოწული ვარ ბენჩერსტი, კლასიკური ბენჩერსტი 50 მეტრზე. ეს არის თავარი. ანუ 22 LR-ის ტყვის. 22 LR და აიდგანი, ეგეც პრემატორი და 22 LR. ძირითადად ეს მიმართული. მე რამდენი ტარდება? ოფიციალური სტატუსით ეს F კლასი ტარდება პირველად.
და ისე მე მეოთხედ ვესწრები. მეოთხე თუ მეხუთედ ხო არეული გვაქვს რა. ერთხელ ვერ დავესწარი, მარტო არ ვიცოდი. 2001-დან ყოველ წელიწადს არდება ინფლაცია. ფედერაციის წევრი როგორ გავხდე? მარტივად რეგისტრაცია, სარეგისტრაციო თანხა 100 ლარი. ინტერნეტში უნდა შევიდე თუ როგორ? გვერდზე არის ყველა ინსტრუქცია და იმის მიხედვით. გვერდი აქ სადმე წერია? ინტერნეტის საქართველოს ფედერაციის გვერდია. აკრიფავს უბრალოდ ჩვენ რეგისტრაციას გაივლის. ეხლა რა იმაში მიდის სროლა. ეხლა ვისვით F კლას მინიზე, F კლასი არის 1000 იარდზე და ეს არის იმისი მინიმალური ვერსია. 1000 იარდი რა 100 მეტრი? 900 მეტრი. ეხლა 900. არა, სტანდარტული და ჩვენისთვის ანუ ის მინი ვერსია. F კლასის მინი ვერსია ჩვენთვის 100 მეტრზე. 100 მეტრზე მიდის და აი ეს ამდენი ტყვე უნდა ისო. 30 ჩათვლითი და 10 მისასროლი. სამიზნეს. ეხლა მიდის მისროლა? არა, ვისაც როგორ უნდა. არა, ვისაც როგორ უნდა ესე ისე. კიდე რა მაინტერესებდა ძალიან მის რა ქვია, სპონსორები თუ ყავს სამსახურს. აი იარაღის მაღაზია ან იარაღის მაღაზიები, სნაიპერჯი ყავს რატო? სისტემატური სპონსორი. მადლობა დათოს, ანუ არც 10 არ გაუმაზია. სნაიპერჯი კი ბატონო. ყველა შეჯიბრზე ყოველთვის გამოდის. ეგ იარაღის მაღაზია. ტაქტიკალიც კი ჩვენი მუდმივი სპონსორია, უკვე რაც დავრეგისტრირდით, იმის მერე ხშირად არც ერთი შეჯიბრი არ გაუტოვებია. ეხლა კიდე შეჯიბრობით ეს ორი ყავს. ანუ გვემატება რა. შეჯიბრობ სამწუხაროდ მედლები თუ გაქვთ. მედლები კი ბატონო. ავაღვაჩვენე რა. მაინტერესებს თვითონ მედალი როგორია. ბატონო ვანო მოდი აბახეთ. ეს ჩვენ გამოდებული მედლებია. არის. ოქრო. ვა. პირველი ადგილი. ძალიან ისეთი საინტერესო მედალი იმისგან არის? მინა, კი. შუშა, ხო? კი, საქართველოს, კი ბატონო. ჩანს ხო? ძალიან ორიგინალური მედლებია, აი. აჰა, მოკლედ ტაქტიკა და სნაიპერი. მე ეხლა რა მაინტერესებს? ეს ორი სპონსორი კი გყავთ, მაგრამ თქვენ ვინმეს მიმართეთ, რომ თქვა დაგვა სპონსორე თუ არ თქვენ მიგიმართიას და არ მიმართავს ზოგი თავსიკავებს, ზოგი ამ შემდეგზე შემოდის, ანუ არის რა ცვალებადი ისარი, ანუ ზოგი ეხლა იქნება, ზოგი მერე იქნება და ასე, ანუ ვიცოლებია ხოლმე რა, ზოგადად. რომელიც ანუ მაგრამ აი ესე, არა მე სისტემატური სპონსორი ესე არ ყავს რო რაღაცა. ხო არა, მე ვფიქრობ, რომ წესით ყველა მაღაზიამ რაღაცა არ ვიცი, სასურველი იქნება კი, სასურველი იქნება. ო რავია, დანარჩენი მე შეიძლება იცით თქვა, რომ აი არ ვიცოდით რომ ტარდება, ხო შეიძლება იგივე რაღაცაც. მაქსიმალურად ანუ ყველას უნდა მიწეროთ ალბათ, თუ მიწერეთ, არ ვიცი ეგ როგორ არის, მაგრამ კონტაქტი ყველასთან გვაქვს ფაქტიურად. ხო, მაგრამ გულდასაწყვეტია, რომ მაინც მარტო ეს ორი ის არის. ალბათ გააქტიურდებია რა, ოფიციალური სტატუსით ახლა 1 წელია გამოდივართ და ეს წარდება წელიწადში ერთხელ. წელიწადში ორჯერ უკვე. ორჯერ. წელიწადში გვაქვს 6 შეჯიბრი. იქიდან არის 2 ბენჩრესტი, იქიდან 1 ბენჩრესტი არის უკვე იმის სარეიტინგო. ანუ რეიტინგები გროვდება და 3 შეჯიბრის გამარჯვებული გადის უკვე სოფლიო ჩემპიონატზე. ანუ საერთაშორისო ასპარეზზე ხართ გასულები რა. საერთაშორისო. ეხლა რა სტარდება და რაღაცა ეგ სადმე მე იტვირთება იმათ. კი, ჩვენ გვერდზე იტვირთება ყველა მონაცემები და შედეგები იარაღის სახეობა, შედეგები ქონდა და რაღაც. რა იარაღით ისროლა, რა პოლიტიკა იყენა, ყველა ინფორმაცია იდება დეტალურად გაწერილი. ძალიან მაგარია. ეს ეხლა დიდი ხანი არ გაგრძელდება რა ხან. მალე ხო საშუალოდ 40 წუთია. დრო, მაგრამ ალბათ მალე მოჩვენა. ამას აქვს სხვადასხვა ვარიანტები, წამორი გარეთ გავდით, რომ ესე შუქი უფრო მეტი იქნება. სხვადასხვა ვარიანტები აქვს ეხლა იმას როლას. ადრე იყო რაღაცა რკინის ისინი ელაგა. ეს ხო, 3 ვარიანტი გვაქვს ძირითადად. ერთი არის F კლასი 100 მეტრაზე, ბენჩრესტი გვაქვს 50 მეტრზე და 50-დან 50, 100, 150, 200 ცვალებადი არის რკინის ამიზნეები რა. რკინის ამიზნეები არის ცხოველის სილუეტებით ან გონგები, სპინერები რა. ხო, ეგ მინახია. სხვა ვარიანტებია. ის არის რა ქვია. ეს სპინერები ახალი დამატებულია რა, პირველი შეჯიბრი დეკემბერში ქონდა. ეხლა ვინც არიან მონაწილეები? ყველაზე ახალგაზრდა რამხელა. აქ მაგას საერთოდ მნიშვნელობა? რატო 18 წლიდან უკვე იუნიერებს შეუძლიათ უკვე რა, ანუ 18 წლიდან 18 სრულწლოვანი უნდა იყოს, ხო? იცვლება ჩვეულებრივ სპორტსმენად, რახან ეხლა საერთაშორისო ის არის რა ქვია. ფედერაციის წევრები არიან, უმეტესობა უკვე ნახევარზე მეტი ფედერაციის წევრები არიან. ანუ პირობა უნდა იყოს, შეინთობი უნდა კონდეს, კალიბრი უნდა იყოს 5.6. დანარჩენი არის რამე ისეთი. სროლის სურვილი. ეხლა მე აქ რაცა ვნახე სხვადასხვანაირი თოფებია, ეკლექტიკა, რაღაცა არ არის. ანუ ვისაც გაქვთ თოფი, ან შეიძლება შეიძინოთ
სახში ვარჯიშო სროლაში თუ მუხლი ერთის და თვალი ერთის მოვიდეს და ისო. სოლასაც გაცილებით უკეთესად ისწავლის რა ვიდრე ცალკე სროლის. არა, თან მუღამიც არის რა შეჯიბრსროლი. პირველი შეჯიბრები რაც იყო და ახლა რაც ხდება ძალიან დიდი სხვაობაა. ხალხი საიდან არის ჩამოსული? ბათუმიდანაც არის, კახეთიდან, ძირითადად თბილისელები არიან. თბილისელები იმიტომ რომ ახლა აქ ატარდება და ცოტა რთულია ალბათ, ხო, ქუთაისიდან ჩამოსვა რაღაცა, ნუ ხარჯებთან არის. ბათუმიდან ჩამოვიდა. იქ თუ არ დასავლეთ საქართველოს თუ ჩატარდება, არ ვიცი, პერიოდულად ტარდება ხოლმე რა. იქაური დივიზიონი აკეთებს ხოლმე რა შეჯიბრებს. არის რამე ენერგზე იშვიათია ხოლმე. თქვენი ფილიალიwith იქ ვიღაცა რო იყოს. ჯერ მასე არ არის, ჯერ მასე ეგრე ხალხი. ერთი ორი კაცი რო ნახოთ რომ ვინც იქ იმას გააძლიერებს და მე იმათ თავიანთი სროლებს რაოდენობა რო იქნება თავისთავად კლუბი ჩამოალიდება და თუ რაოდენობა არ იქნება ესე აზრი არ აქვს ახლა. ანუ კლუბი ეს წევრები უნდა იყვნენ ბევრი, ხო ეგრეა? სასურველი 10 კაცი მაინც იყოს რომ რაღაცა აი დასავლეთ საქართველოში ვინც აბრძანდებით დაუკავშირეთ ამ კაცს, დაუკავშირეთ მესეურებს, ჩამოაყალიბეთ გუნდი, სულ 5-ნი იყოთ. იქ 5 კაცი კიდე 5 რომ იყოს 10 იქნება, მე 15-20 და მე ჩვენ ვიქნებით. ჩვენ მასე დავიწყეთ. ო არა, ძალიან მაგარია, კაი საქმეს აკეთებთ რა ძალიან. თქვენს მიერ იყო. არა, ბათუმში აკეთეს ხოლმე გიორგი წეროძე, იქით ჩამოჩნენ და ისატარეს. შატარდა და მინდოდა. ნახეთ თვითონ წავიდნენ ის რა ქვია მონაწილეები თავიანთ იმას ავიც ახლა როგორ აჩენს აქედან მონაწილეები წავიდნენ თავიანთ იმას ნახულობენ ვინცად გაარტყა ვინც ატარებდა ტურნის ის გაყვა ჩამოსხნიან სამიზნეებს და იმას იზავენ რა ქვია თვითონ ჩამოსხნიან და თვითონ შეამოწმებენ დათვლიან ვინამდენი ქულა მოიპო და აქედან გამოიყვანენ მე წამოვიღე ჩემი თოფი ამ ეტაპზე არ ვიღებ მონაწილეობას მე თვითონ ველოდები ბატონი დავითი რომ წამოიზრდება ეს სპეციალურად ვიყიდე რომ ელერი ბატონმა დავითმა ივარჯიშოს და ეხლა
რომ მორჩება ყველაფერი დაუკიდებ სამიზეს და უკვე ჩვენთან ვისვრით. შემდეგ წელს უეჭველად მივიღებ მონაწილეობას ან ჩვენი გუნდიდან შემოქმედებელ კოლექტივად ერთ-ერთი მაინც მიიღეს მონაწილეობას. ნუ სამწუხაროდ ბატონი დავითი კარგად ისვრის, მაგრამ ვერ მიიღეს მონაწილეობას, იმიტომ რომ არასრულწლოვანია. ამით ეხლა ვნახოთ მოიტანენ იმეებს, რა ქვია, სამიზნეებს და ვნახოთ აბა ვინ გაიმარჯვა და როგორი შედეგები იყო. მოკლედ მორჩას როლებს ხო და ესეთი სამიზნეებია, დანომრილი არის. მონაწილეები ელოდებიან თავიანთ შედეგებს. ზოგი წვიმაში, ზოგი თავში შეფარებულია. ესე გამოიყურება. ზეთ ყველა სამიზნეს თავისი ნომერი აქვს, სახელი გვარი აწერია. აღინიშნება რამდენი მოხდა. ხო და სულ 30 არის, ანუ მეხუთეზე 4 მისულები, დრო დაჭირდება ამ ყველაფერს და მე უკვე ვინ გამოცხადება გამარჯვებულად, ვნახოთ როგორ იქნება ეგ ამბავი და დაჯილდოებასაც გაჩვენებთ. აი ესეთი ამინდი გვაქვს. ძალიან არაწევს, მაგრამ რაღაც ისეთი უჟმური ამინდი არის. მორჩა უკვე დათვლა. კაი ხანი კი წაიღო. ბატონი დავითიც აქ ამყავდა. ეხლა გამოაცხადებენ გამარჯვებულებს და ნახოთ აბა ვინ გაიმარჯვა. დაიწყო ეხლა დაჯილდოების პროცესი. ხო, მანჯობი. ეხლა გამოაცხადებენ. ვეჩნი პირველ ადგილას არის. ორი შეჯიბრი ერთ-ერთი 100 ტანის სოლაში. სულ მონაწილე ყავდა 28 მონაწილე. რეალურად მაქსიმალური ქულა არის 154. პირველ ადგილზე გავიდა მარაკოელიძე გოგა. მარაკოელიძე გოგამ გაიმარჯვა 154 ქულით. კოლექციას. 153 ქულით და 8-ით გავიდა კიტიაშვილი ზურაბი. კიტიაშვილი ზურაბი 153 ქულა, ერთი ქული ჩამორჩა პირველ ადგილოსანს. დაუარჩენია რომ სამი ადგილზე 152 ქული და 10x-ით გავიდა პაპაოძე გუგა. 150. ამდენ ქულა იყო 153. მესამე ადგილი. ილოცას ბატონო. ის შეფარული. ჩვენი სპონსორებისგან მაღალი არტიკალია პირველ ადგილზე გასულს გადაეცემა ბინოკლი. საერთო ფუნქციებით ბოლომდე ვერ გავიკვირდით. ესაზღვრების მექანიკური. პირველ ადგილზე ბინოკლი გადაცეს. საწყენია რომ სხვა იარაღის მაღაზიები არ იღებენ მონაწილეობას. საერთაშორისო გადაეცემა პნევმატური პისტოლეტი. პნევმატური პისტოლეტი სნაიპერისგან მაგარია. მესამე ადგილს გადაეცემა სნაიპერისგან ესეც სპაიდერკოს სამზარეულოს დანა. სპაიდერკოს სამზარეულოს დანასაც უკვე სააღოლ. აია. ეს პრეცედენტი იყო, პირველად გამოვიდა სროლელი მექანიკური სამიზნით 100 მეტრაზე და გებრიშვილი დავითს გადაეცემა სპაიდერკოს ერთმა კაცმა მექანიკური სამიზნით გავიდა და ისროლა. სპეციალური იმბრიზი დაიმსახურა. ძალიან საინტერესო იყო ოპტიკის გარეშე სროლა. ყველა მონაწილეს წვდენია არ დავიტანებ ყველა რავი შეგვირი გველოდება და აიდენა მიიღეთ მონაწილეობა გახდით ფედერაციის წევრები და მაღაზიებს მოგიწოდებთ რომ მიიღოთ მონაწილეობა.
არიტენებ ეგ ისია. ელემენტებზეა. აი ამითი გამოგემშვიდობებით მეგობრებო. აი ესეთი რაღაცა არის. ყველა დარჩა მხიარული და ნასიამური. რა? წელიწადში ორჯერ არის ბატონო დავით. გელოდები რომ გაიზარდო რომ შენც მიიღო მონაწილეობა. Oppidata, what a translis passpera vinga da ciao.